გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ვარ ჩვენს ვარდების ბაღში, ეზოში. სადაც გვაქვს 90-მდე სხვა ჯიშის ვარდი. ეს ბაღი მდებარეობს ხაშურის რაიონში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე დაიწყო ვარდების ყვავილობა, ჩვენთან იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით გრილა, მცენარეებიც გვიან იწყებენ ვეგეტაციის პროცესს და შესაბამისად ვარდებიც გვიან იწყებენ ყვავილობას. ეს პერიოდი დაემთხვა ძალიან წვიმიან დროს. შესაბამისად ძალიან გართულდა ბალახთან მუშაობა, ასევე წამლობა ვარდების, მოვლა და შესაბამისად ჩვენი ეზოს ცოტა მიუხედავად გამოიყურება. თუმცა, ვარდების ძირებში ეთყობა, რომ ბალახის მთავარი შემოტევა უკვე დავძლიეთ, გამოვასუფთავეთ, ქვემოთ ჩავუფინე მოგლეჯილი ბალახი, რათა მოხდეს ნიადაგის განოყიერება. ეხლა დავიწყებ ჯიშების ვარდების დათვალიერებას, თითოეულის მდგომარეობის შესწავლას, იმისთვის, რომ მე თვითონ ჩავატარო გარკვეული სამუშაოები, დავიმახსოვრო რა მდგომარეობაა დღეის თარიღით, ეს არის 8 მაისი 2025 წელი. პირველი ვარდი არის Red Intuition, ასე ქვია, წითელი ზოლებიანი ვარდია. ეს არის ჩაის ჰიბრიდი და შესაბამისად მისი სხვაც ჩატარდა ისე როგორც ჩაის ჰიბრიდისა, დაბალზე მოხდა მისი გადაჭრა. დაიწყო ახალმა ტოტებმა წამოღება. ეს არის ჩვენს მიერვე დაკალმებული ვარდი. საკმაოდ კარგი ვარდია, 3 წლის არის, ძირითადად 3 და 2 წლის არის აქ ვარდები. მაგრამ იმის დამიხედვით, რამდენად კარგი იყო თვითონ სანერგე მასალა, სხვადასხვანაირად გამოიყურებიან ეს ვარდები. აი ეს კონკრეტული არის ჩვენი დაკალმებული ჯიში. აქ ეხლა ცრუკვირტები ძალიან ნაკლებია, აი ეს არის მაგალითად ცრუკვირტი და ვაკეთებთ რას? ვატეხავ თავს. ან შესაძლოა ეს საერთოდ გამოვაცალო. გამოვხშირო. ანუ ვარდებზე მუშაობა ამ პერიოდში გარდა შეწამვლისა მოიცავს რას? რომ ქვედა ნაწილი გათავისუფლდეს, ვარდი გათავისუფლდეს ცრუკვირტებისგან, ანუ ისეთი კვირტებისგან, რომელსაც არ აქვს დასასრულში ვარდის კოკორი, ეს უბრალოდ ენერგია მიაქვს, ესეთ ყლორს. აი შეხედეთ. აი. აქ არაფრით არ სრულდება. ეს ნიშნავს, რომ ეს არასდროს არ იყვავილებს, შესაძლებელია მისი თუ გჭირდება ეს ტოტი გადატეხვა და დატოვება ისე, რომ ახალი ნაზარდი წამოიღოს და იქ გამოიბას ვარდმა კოკორი, თუ არა და აი ესენი ახლა გაიკეთებენ კოკორს. თუმცა ისინი დარჩებიან, ვარდი გათავისუფლდება ესეთი წამონაზარდებისგან, ჩვენი ვარდები არის დამუშავებული ორჯერადად. პირველი იყო ბორდოს ხსნარი, მავნებლებზე ბიოდამუშავება მოხდა. შემდეგ მეორედ უკვე მოხდა დამუშავება, რადგან ძალიან ძლიერი წვიმები იყო და დიდი საფრთხე არსებობდა დაავადებების განვითარებისა, მეორედ უკვე მოხდა სკორით და კონფიდორით დამუშავება. ასევე კვება მივეცით, ფესვებიდანაც აქვს მიცემული კვება. ეს არის იაპონური ვარდი მიაბი. აი კონკრეტულად ეს სანერგე მასალა ერთი და იგივე მინერგისგან აღებული, ხასიათდება იმით, რომ ცოტა რთულად და ელო ვითარდება. ყველამ გაიხარა, მაგრამ აი ეს უკვე არის მეორე ზაფხული ამ ვარდისთვის და არ გვაქვს ბაზალურები ჯერჯერობით, რაც ძალიან სამწუხაროა და ყვავილობაც დიდად კარგი არ უჩვენებია. სისუსტე ახლა შეიძლება კონკრეტული ენერგიებისა ამ ეტაპზე დავაბრავოთ ამინცაც, ამიტომ ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, ჯერ გვაქვს ესეთი სურათი. ეს არის გადარგული, სხვა ადგილას მქონდა, ხვიარა ელფი უნდა იყოს ეს თუ არ ვცდები. ხო, აი ეს გამომრჩა, რაც მთავარი, ეს არის ციკლამენ ედენი, ხვიარა. ჩემი მიზანია, რომ აი აქ ავიდეს და ეს კედელი დაფაროს და ეს მეზობლის ცუდი ხედი დაფაროს ვარდებმა. ეს არის ციკლამენ ედენი, ძალიან კარგი შარშანდარგული ვარდია, ძალიან კარგი ვარდია. ბაზალურების წამოიღო, ჯანსაღადაც გამოიყურება, წელს იყვავილებს. ცრუკვირტები აი ამასაც აქვს. დავაცლით, მაგრამ უმეტესობა კარგი კვირტია.
ეს უნდა იყოს ელფი ხვიარა, მაგრამ რადგან ახლა გადავრგე, სხვაგან მქონდა უკვე გახარებული და გაზრდილი ხვიარა ვარდი გადავრგე და შესაბამისად გადავჭერი. იმიტომ რომ როდესაც ხდება ხვიარას გადარგვა, ან როგორც ვარდის გადარგვა, უნდა მოხდეს მისი გასხვა, რომ ფესთა სისტემამ იმუშაოს და მშვენივრად გამოიყურება ამ ეტაპზე. ეს არის ოსტინის გრეჰამ ტომასი. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბაღში არის ძალიან ბევრი ოსტინები, ზოგი სახე შევაუცებ დამავიწყეს, მაგრამ აქცენტს ვაკეთებდი ოსტინებზე, რადგან რაღაცნაირად ჩვენ გულთან ახლოს არის. ეს არის ოსტინის გრეჰამ ტომასი. აქაც ახლა რომ დავათვალიეროთ, გრეჰამ ტომასზე ამბობენ, რომ ზოგი ამბობს, რომ ის არის ხვიარა, ზოგი ამბობს, რომ ის არის მაღალი შრაბი. რეალურად მონაცემების მიხედვით ის არის მართლაც მაღალი შრაბი. რატო გადავტეხე ეს, არ ვიცი. მაღალი შრაბია, თუმცა ზოგან ისრება ხვიარად. ჩემს ეზოში ხვიარად არ გაიზარდა. გამოუშვა ერთი მაღალი ტოტი, რომელსაც ხვიარობას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ, საკმაოდ მაღალი ბაზალურებია. გადავსხალი ის ტოტი, რომელსაც ვითომ ხვიარად მინდოდა გაშვება და ვინარჩუნებდი, არი ვარგა, ისიც მოვჭერი და ახალი ბაზალურები წამოვიდა. შესაბამისად შევხედოთ, როგორ განვითარდება. ეს არის Purple Lodge, ეს არის მიაბი ასე ვთქვათ, ტყუპის ცალი იმავე სანერგიდან. შარშან ძალიან ცუდად ვითარდებოდა, მაგრამ ახლა საკმაოდ კარგი განვითარება აქვს. ესეც არის დიდი Bridgewater-ი, ელფთან ერთად მქონდა დარგული, ასე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. დიდი Bridgewater-ი, ელფთან ერთად მქონდა დარგული, მოხდა მისი გადასხვა და ასე გადაირქო. კარგ განვითარებას აჩვენებს. ეს ვარდი ვიყიდა როგორც შექსპირი, უილიამ შექსპირი. წესით 2000. სანერგი იელი. და ყვავილები იმდანად განსხვავებული მომცა წინა წერს, რომ პირველი ყვავილობით ის არანაირად არ გავდა უილიამ შექსპირს, მეორე ყვავილობით გავდა. წელს ძალიან გაიზარდა, ძალიან კარგად გამოიყურება. დაბლიდანვე წამოიღო, ანუ ისინი არ გაიშიშვა, ქვედა ნაწილი, მაინც და მაინც, აი დაბლიდანვე აქვს საყვავილეები წამოღებული. ახლა საყვავილეებს წითელი დაბოლოებები აქვს და აქ კოკორი ამოვა. აი ეს არის ცრუ. ამას ვატეხავთ. ესეც არის ცრუ, მაგრამ ამას სულ არ მოვტეხავ, უბრალოდ თავს მოვატეხავ. და როდესაც თავს მოვატეხავთ, აი აქედან წამოვა უკვე, აი აქედან ამოიზრდება დიდი ალბათობით საყვავილეები და ის იყვავილებს, მაგრამ ზოგი შეგვიძლია მოვატეხოთ კიდევაც. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი გჭირდება და რომელი არა. მეტი ბაზალური ჯერჯერობით არ მოდის, ესეც არაფერს არ მოგცემს. და ესე გამოიყურება, ძალიან ბევრი კოკრებია და სადაც არის გაიშლება. ძალიან მაინტერესებს როგორი გაიშლება. ეხლა აქ შესაძლოა ეს არის ელფი. და მაშინ ის პირველი რომელი არ ვიცი. მოკლედ, აქ არის რამდენიმე გადარგული ხვიარა, რომელიც იყო უადგილოს ბაღში შუაში. და გადავრგე ისინი, სანამ არ გაყვავილდება ვერ ვეტყვი, ამიტომ ტყუილები როა თქვა, არ ვეტყვი. ყველა არის გადარგული, აი ძლიერი ხვიარები, გადასხლული იყო და ახალი ნაზარდი აქვს წამოღებული და ერთით კარგად გამოიყურება. ეს არის Kensington Gardens. ეს არის VIP ვარდი. ესეც არის ან Purple Lodge-ის და მიაბის ტყუპის ცალი, ანუ იგივე სანერგიდან ერთი და იგივე დროს დარგული. შარშან ვერ განვითარდა მაინც და მაინც კარგად, წელს უკეთესად გამოიყურება. ცოტა ფოთლები რომ მოვაცალოთ, რომ აერაცია გაძლიერდეს ქვემოთ, გაუმჯობესდეს უფრო სწორად. თუ არის სტრუკვირტები, გავათავისუფლოთ. აქაც ახლა ესენი შეგვიძლია მოვაცალოთ. აი ასე. ეს არის Spirit of Freedom. თორსები ეს უნდა იყოს ელფი და მაშინ ის პირველი რა არის, არ ვიცი. ელფი, დიდი Bridgewater-ი გადმოვრგე. არ მახსოვს. ეს არის Violet პარფიუმი. ეს დიდი ხანია აქ არის. ძალიან სურნელოვანი იისფერი, ძალიან კარგი ვარდია. ძალიან მომწონს ჩვენი ოსტინის იმის Spirit of Freedom-ის განვითარებაც.
ეს არის ფლორენტინა, აი როგორი არის. სიმაღლეში ალბათ 2 მეტრზე მაღალია და ესე ლამაზად გაიბუჩქა და ძალიან კარგ ყვავილობას გვპირდება. ეს არის ოსტინის მირანდა. აი ეს არის ოსტინის მირანდა. მირანდამ შარშან იავად მყოფა და სულ ქონდა ნაცარი. წელს ნაცარი არ შეინიშნება. ამიტომ დაბალზეც გადავსხალი ძალიან. წელს ჯერჯერობით ნაცარს ვერ ვატყობ, მაგრამ ბუჩქის თითად განვითარებული არ არის. ეს სავარაუდოდ ციცივე მოწვა. და აი ამასაც შევხედავთ როგორ განვითარდება ეს წრუა. ნუ ყვება ყველაფერი მიცემულია და შეიძლება ცოტა კიდევ დაემატოს ყვება. ეს არის რატომღაც ძალიან ცუდად განვითარებადი ჩიპინდეილი, მაგრამ მეორე წელია ამისთვის კი შარშან დავრგე ზაფხულში, ცოტა გვიან დავრგე და ვაძლევ ვიტოვებ იმედს, რომ განვითარდება კარგად. ეს არის ხვიარა. ძალიან გადარეული ხვიარა ვამბობენ და მგონი მართლაც არის, სახელს გავიხსენებ. ტოლბიაკი. ეს არის ტოლბიაკი, ხვიარა ტოლბიაკი. აი აქ, აი როგორი ბაზალური აქ, არაჩვეულებრივი წამოღებული, ქვემოთ ფოთლებს შევაცლი. რომ არ იავადოს. სრულ პირდებსაც შევატეხავ. ასე. და ნახოთ, აი, ნუ ესეც შარშან დარგულია და მომავალ წელს უკეთესი შედეგი უნდა გვაჩვენოს. ეს არის ოსტინის ემილი ბრონტე, თუ არ ვცდები. დიახ, ეს არის ემილი ბრონტე. ემილი ბრონტე ხათოს დროებით მივამაგრე, მოვაჩინე აქ დიდი მაღალი შრაბია და შეიძლება ხვიარა წავიდეს. ხვიარა თუ წავა, ჩემთვის მისაღებია. ეს არის ტესი. ასევე ოსტინის ასაჭრელი ვარდია. დაბალზე მაინც დარჩა ეს ბალახები. რამდენი მარკლით და მაინც. ესე იგი, ეს არის ასაჭრელი ვარდი, დაბალზე გადავსხალი. შარშან. ეს ახალდარგული კალამი იყო, 1 წლის კალამი დავრგე. ეს გახლავთ როიალ დალი ყვითელი ვარდია. ესეც წესით მაღალი უნდა იყოს, მაგრამ მაინც შარშანდელი კალამია და მოძლიერება სჭირდება. პაპი დელბარი ასევე ხვიარა გადავრგე, აღმოჩნდა ცენტრალს, ნუ არ ვიცოდი რა ჯიში იყო და შენში აღმოჩნდა დარგული და ამიტომ გადავრგე, რომ აქ ხვიარად წავიდეს, ასევე გადავჭერი, აი დავუტოვე რამდენიმე 3 თუ 4 ცოტა მაღალზე ბაზალური რაც ქონდა და ამოიღებს ახალ ბაზალურებს და ახალ ყვავილედებს. ეს არის უილიამ შექსპირი 2000 ოსტინის ნამდვილად დადასტურებული ჯიში. აქ გვაქვს, ხო, ეს უნდა იყოს როიალ ჯუბილი. შარშან დარგული, ასევე 1 წლის კალამი, მაგრამ კარგად ვითარდება. აი, ვაი, რატომ მოვაწყვიტეს შემთხვევით. კარგად ვითარდება. აქ გვაქვს რამდენიმე ვარდი, რომელსაც ჯერ არ უყვავილიათ, ასევე ახალდარგულებია და ამიტომ დაზუსტებით ჯიშს ვერ ვამბობ, რომელია. ერთი უნდა იყოს ჯეფ არტისტი. თორსტები ეს არის ჯეფ არტისტი. ეს არის ჩემი დაკალმებული ბაროკი. აქ არის 3 ვარდი, აქედან ამ 3-საც არ უყვავილია და ამიტომ მიჭირს ეხლა მათი სახელდება. ერთი უნდა იყოს ბოსკოპელი, არა, ეისფოგელი. ჯეფ არტისტი, ეისფოგელი და მოკლედ გაყვავილდებიან და უფრო დაზუსტებით გეტყვით. ეს საწყალი ბალახებში ჩაფლული, რომელიც რატომღაც რამდენჯერ გავმარგნე, მაგრამ ვერ გავათავისუფლე.
არის პოლკა, ძალიან ლამაზი ვარდია, ხვიარა. ამ კუთხეს დაფარავს ეს პოლკა. აქ გვაქვს ორი ოსტინი, გრემის კასტელ, აი თითქმის იშლება და სტრასბერი ჰილი არ მაქვს. მოკლედ ესენი ოსტინებია. ჩემი წითელი თხილი, რომელიც ძალიან ლამაზია ხოლმე ამ დროს. ეს არის მონკიო, ჩემი გული. თორშდები იაპონური ხვიარა. ეს არის პრინცესა ანა. საკმაოდ ჩახშირებულია. ეს ასევე იმ ოსტინების სერიიდან დავიწყებული, მაგრამ ვნახავ და წავაწერ, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მე ვიდეო გადაღებული მაქვს. თუმცა ახლა წარწერას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ყვავილედი ჯერ არ არის და შესაბამისად ალბათ თქვენთვისაც დიდი ინტერესს არ წარმოადგენს, ეხლა მე აქ რა მაქვს დარგული. როცა გავყვავდება უკვე, როცა საინტერესო იქნება, რომელი ვარდი როგორ ვითარდება, ყველა ერთნაირად არის, ეს არის ერთი ტიპის ოსტინები და როგორი ყვავილი აქვს, მაშინ დანამდვილებით დაზუსტებით დავწერ ჯიშს. ეს უნდა იყოს Golden Celebration-ი, აი სუსტი ჯიშია თუ სუსტად ვითარდება, არ ვიცი. აი, აქაც. ეს არის Cherry Brandy. ეს კიდე ჩვენი მავნე სარეველები. Cherry Brandy, ეს არის Benjamin Britten-ი, რომელიც როგორც ჩანს, ხვიარადაც მშვენიერია. აქ გავაკეთე ესეთი რაღაცა. რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ Benjamin Britten-ი ზემოთ ისხავს, ესე იგი ზემოთ ნაწილზე უყვარს მოსხმა. ავდექი და ერთი, რომელიც ყველაზე ჯამრთელი და კარგი ნერგი იყო, ნერგი კი არა, ყლორტი იყო ბაზალური, დავტოვე, რომ მოესხა როგორც ხვიარას და მართლაც გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთებინა, ანუ გამოიღო საკოკრე სანაყოფე კვირტები და შვენიარა ხვიარას ტიპი ყვავის. დანარჩენები გავსხალი დაბალზე. შესაბამისად, ქვემოთ ფორმირებულია ის, რომ ქვემოდანვე დაიწყებს ყვავილობას და ზემოთ. აი ეს კიდევ შლანგი გავწიოთ, სანამ სარწყავ სისტემას გავაკეთებთ ამ შლანგის იმეძევარ. ეს არის ყველაზე რა დავარქვათ, გადარეული ვარდი ჩემს ეზოში. ეს არის ვარდი დონჟუანი. ესეც 3 წლისაა, აი ნახეთ ბაზალურები. სასწაული. შეიძლება ეხლა დაბლიდანვე რო გადამეხარა, მაგრამ სად უნდა გადამეხარა ამ ხელა ვარდი არ ვიცი. ახაც გამოიღო სანაყოფოები, მაგრამ ეხლა ქვემოთ ცოტა ტიტველია, მაგრამ არა უშავს აქედან წამოვარდები ამას დაფარავს და აი ზემოთ რა ხდება ნახეთ. ეს არის დონჟუანი. გავყვეთ აქეთ. ეს არის პომპონელა, პომპონელას უცნაურად გავსხალი. ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ხვიარად გამეშვა, არ გამეშვა, თვითონ ბუჩქიც არ იძლეოდა შესაძლებლობას, ამიტომ ეს რაღაცა ნახევრად შრაბად გავსხალი, დაბლაც დაუტოვე ისე, რომ წამოიღო საყვავილები და ესე მთლიანად მივიღებთ საყვავილე ბუჩქს. ეს არის ჩემი დაკალმებული ჟელე სტაფილოსფერი ვარდია, რაღაცა ჟელეურია დასახელებაში გავიხსენებ. ეს არის, იქ გადასაჭრელია, აქ. ეს არის სეზარი. სეზარი ხვიარა. მაგრამ აქ რაღაცა მოხდა, მე მგონი ტოტმატოტი დააზიანა თუ რაღაცა და აი ეს ახლა მოსაჭრელია. დავადაბლებ, აი აქამდე დავადაბლებ. საიდანაც სიცოცხლის ნიშნებს გვაძლერის ეშლი. ეს არის გრაფინია, ფონ რაღაცა. ეს არის ოსტინის ყველაზე საყვარელი ვარდი, რომელსაც თავი ოლივია ოსტინი. ეს არის შვილის სახელობის ვარდი, ეს არის კლერ ოსტინი, შვილის სახელობის ვარდი. ეს არის ბენვენიუ, ახალდარგულია. ეს არის ჩემი საყვარელი რა ქვია,
ოსტინი. აი, აქაც შევხედოთ როგორ გამოიყურებიან. ბენჯამინ ბრიტონი არა. ესე იგი, სანამ არ დაიწყება სეზონი, იქამდე სახელები მავიწყდება. ესეც ოსტინებია. ძალიან კარგი ვარდია ამანთელი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. Generous gardeneri, ოსტინი, აი ოსტინი ეხლა ყველა ოსტინი, რომელიც დაბალზე გადავჭერი, თუმცა სამომავლოდ მაღალ შრაბად მაქვს მათი გაშვება ჩაფიქრებული, მაგრამ რადგან პირველი წელი იყო, იმის რომ მყარი ჩონჩხი მივიღო, გადავჭერი აი ასე დაბალზე და ყველა ამ სიმაღლეზე იქეთ როგორც გაჩვენეთ, ისია ოსტინები გაზრდილი, ჯამრთელად არიან, ცოტა ყინვა რომ იყო, იმან ოდნავ შეუტროსა ფოთლები, თუმცა ეხლა ყველა გადასარევად გამოიყურება. ეს არის ასევე ოსტინის ვარდი და ყველაზე ძალიან რაც მიყვარს ოსტინები ზუსტად მათი სახელები მაქვს რატომღაც დავიწყებული, არ ვიცი რატო, ეს რა ფენომენია. ვერ გეტყვით. ეს არის ოსტინის ვარდი. ეს არის წითელი ედენი. ხვიარა. აქ მაქვს დაკალმებული შარლოტა ოსტინის და ნელა ვითარდება, მაგრამ ვითარდება. ეს არის პეტ ოსტინი, ძალიან სუსტი ვარდია. და გერტრუდა ჯეკელი. ესეც არის პრინცესა მარგარიტას გვირგვინი, რომელიც ასევე სუსტად ვითარდებოდა და ეხლა მინდა შევხედო იქნებ რაიმე სანუგეშოს გვაძლევს ეს ბუჩქი. არა, ბაზალურები, არაფერი კარგი არ მოდის. არაფერი არ მოდის. აი ეს არის ჩემი კალამი დავაკალმე. თავს გადავაწყვიტავ ამ პატივცემულს, ან გადავაჭრიკა. ვერ აკეთებ ხელით და არ მინდა გავანძრიო. შარშან დავაკალმე ზაფხულში. იმდენად, რამდენადაც თვითონ ეს ძირითადი ბუჩქი იმდენად არ იძლეოდა იმედს, რომ გადავწყვიტე ამ ჯიშის კალამი მქონოდა. ეს არის პერესორტად მქონდა ბლუმუნი. აქ ასევე გადავრგე ვარდები, რომელსაც სახელის არ მახსოვს, რასაც გადავრგე. ეს არის ხვიარა ამადეუსი. აი ეს ახალგადარგული ვარდია, რომელიც გადამეცელა, მაგრამ გავსხალი და მე მგონი წამოიღო. ჩემი ლინია ედენ როუზი. შარიფა ასმა. ეს ლამაზად გამოიყურება. ეს არის ვარდისფერი ლეონარდო და ვინჩი და ასკოტი. კარგი ბუჩქები აქვს, ყველას გაკეთებული. ყველაზე კარგი იქნებოდა რომ მე ამათ მივყვე და სათითაოდ გამოვასუფთავო ქვემოდან, მაგრამ ეტაპობრივად გავაკეთებ. ეს არის ჩემი შალფეი, რომელიც შარშან დავრგე. შევარდნაძის ის რომ აქვს ბაღი, იქიდან წამოვიღე ერთი ბეწვა გასაცოდავებული ნერგები და აი ესეთი მონსტრი მივიღე, მაგრამ შარშან არ უყვავილია, მხოლოდ ერთი ყვავილი ჰქონდა და აი ეხლა მე როგორც ვატყობ, აი ეს ყველაფერი არის საყვავილე. აი ესეც შალფეია. ამოვნახოთ თუ ყვავილობს, მე მგონი ესეც იყვავილებს. კი ბატონო, აქ გვაქვს დარგული ჯუბილის celebrate-ი, რომელიც ასევე სუსტია და ამასაც კალამი დავურგე. აი ნახოთ თუ გაიხარებს, აი ჯუბილის celebrate-ი, მაგრამ წელს უფრო კარგად წამოუღია. ეს არის Lady of Charlotte. აქაც იგივე გავაკეთე. ერთი გავუშვი როგორც ხვიარა და ქვემოთ ბუჩქად. ეს არის Summer Song, რომელიც შარშან ძალიან გამეფუჭა მხერხავმა და უნდა ვიფრთხილო. ზოგადად უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა აგროტექნიკის წესების დაცვა და სხვა. მე ვფიქრობდი, რომ დაიყვავილოს ერთად და მე ერთიანად გადავსხლო, მაგრამ რომ მოვედი ერთიანად გადასასხლოთ, ნახე რომ ხერხავს ქონდა და დაზიანებული ვარდის ღეროები ჩასული იყო ბოლომდე ეს რომ დროზე შემენიშნა, ყოველ შემთხვევაში ღეროს მაინც გადავარჩენდი. აი ესე მოხდა მაგალითად ეს ხვიარა იმპრესიონისტი.
როცა შემეძლო რომ დამეტოვებინა მაღალი ღერო, ესე ამეშვა ზემოთ, მომიწია მისი ძალიან დაბალზე გადაჭრა. ეს არის კეთრინ მორლი, რომელიც რაღაცა ქვემოთ შემიჭამა. ძალიან კარგი ვარდი, ვისაც ხვიარები უნდა, იისფერი ხვიარები ვურჩევ. ეს არის იისფერი. ასევე დამავიწყდა ღმერთო ჩემო. მივაწერ. დამავიწყდა. ეს არის ძალიან სურნელოვანი ოსტინის ვარდი. ღმერთო ჩემო. არა უშვებს. ესეც ედენ როუზი. ეს არის წითელი ვარდი, ამის სახელი არ ვიცი. ეს არის ყველაზე სურნელოვანი მანსტედ ვუდი, ბოსკობელი, ოსტინის შარლოტა. ეს არის ოსტინის კონსტანსი, ასაჭრელი ვარდია, საოცარი ვარდი. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი იაპონური ვარდი არის ეს მასორა და Blue for You. ეს უფრო ვერტიკალურის აქვს. მასორა, როგორც ამბობენ, ხვიარადაც მიწის, ჩემთან ხვიარად არ წასულა. ეს არის პრინცესა ალექსანდრა ოფ კენტი. აი ეს კიდე ვარდებს ეძღვნება ეს ვიდეო, მაგრამ ეს როგორ არ გაჩვენოთ. აი ეს საოცრება. კლაუკა გლობოზა. რა დაგვრჩა ახლა? ჩვენ დაგვრჩა ახლა კიდევ აქ მინერვა. შარშან შემოდგომაზე დარგული. ჩემთან ჯერ არ უყვავილია, გაიხარა და მერთით კარგად იქნება. ეს არის ელისაბედი, ოსტინის 2022 წლის ვარდი. ოსტინის ანარგიდან გამოწერილი, რასაც ძალიან ვამაყობ. ოსტინის Queen of Sweden, აი რამხელა ხვიარა და ეს გარზე ბაზალური გააკეთა. ანუ ესეც იმ ტიპის ვარდია, როცა შეიძლება შაბლის იყოს და ხვიარად და აი ვასაც ესენი მოვაცილოთ აქ ქვემოდან. ესენი არ ჭირდება вас ქვემოთ. ხო, აი ასე. ულამაზესი ჩემი ფავორიტი ვარდია ერთ-ერთი. ეს გახლავთ ეს არის წითელი ძალიან ლამაზი ვარდია, დამავიწყდა, არა უშვებს. ეს არის Ruby Eyes, კიდევ სხვა სახელიც ქვია. უხვესი სპრეი ვარდი. ხვიარა საბრინა, რომელიც გადავჭერი, იმიტომ რომ ამისი უკიდურესი ხვიარობა მე არაფერში არ მჭირდებოდა. შემდეგ აქ ქვემოთ გვაქვს Katie ოსტინის, ავგუსტა ლუიზა, ჩემი ლილია და ეს არის ოტელო. მე მგონი მოვჭით. ვარდებს. არ ვიცი რამდენი სახეობაა, უნდა დავთვალო. დაგვრჩა კიდევ აი ეს დარჩა. მთა, ვარდი მთა. მარიტიმი. ვისაც გინდათ ვარდი მთა, შეიძინეთ მარიტიმი. საოცარი ვარდია. რო გაყვავდება, უფრო დარწმუნდებით მის საოცრებაში.